როცა მე პირადად გავაქტიურდი, ეს იყო აი მეორედ რომ შემოვიდა ეს კანონი. რომელმაც ეს ურთიერთობა კიდევ უფრო კონფრონტაციული გახადა და რომელმაც ჩემთვის ცხადი გახადა, რომ აქ ჩვენ უკვე რუსეთის თამაშს თამაშობთ. და რატო თამაშობთ თქვათ იმისთვის, რომ ეს დიქტატურა შენარჩუნებულიყო, თქვათ, ეს დიქტატურასაც რო ახსენებ რაღაც ესეთი ის არის რა, თითქოს ხმამაღალია, მაგრამ საერთოდ არ არის, იმიტომ რომ რაღაც ერთი ადამიანის მმართველობა არის აქ უბრალოდ ვისაც არ ესმის, თქვათ, იმას გონია, რომ აი ტირანია და დიქტატურა ერთი და იგივე უბრალოდ დიქტატორის გადასაწყვეტი, აი ხვალ რო გადაწყვიტოს დიქტატორმა რომ გახდეს ტირანის, გახდება ტირანი და მას ხელს ვერავინ ვერ შეუშვეს. ანუ პრობლემა დიქტატურის ზუსტად ეს არის, ანუ ერთ ადამიანის რაღაც განწყობებზე ხარ დამოკიდებული, როგორ ფეხზე ადგებას. მეორე დროს. ხოდა რომ შემოვიდა ეს მეორეჯერ რომ შემოიტანეს ეს კანონი და უკვე წავიდა ეს რაღაც თითქოს შეუქცევადი პროცესი, აი მაშინ მივხვდი რომ ეხლა ჩვენ თუ ნუ მე ჩემი მხრიდან თუ არ გავაქტიურდით რაღაც წამის წინააღმდეგ თუ არ წავედი, ანუ ჩვენ კარგავთ ფაქტურად მომავლის პერსპექტივაც იკარგება ამ შემთხვევაში და ქვეყნის შიგნითაც მოწყობის თვალსაზრისით თავარი ჩემთვისაც არის, რაც იკარგებოდა, ეს იყო ანგარიშვალდებულება. როცა ანგარიშვალდებულება ჩაჭრილია და მე ვარ რაღაც ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ვიცი რომ შიგნით ინსტიტუტები ისედაც არასდროს არ გვივარგოდა და ახლა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა რომ ფაქტიურად არაფრის მაქნისი არ არის არც ერთი ინსტიტუტი, ანუ ვინც უნდა აბალანსებდეს თქვათ და checks and balances რაც არის აი იმის როლს თამაშობდეს, ფაქტიურად ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ინსტიტუტი. ესო ვიცოდი, ნუ გარედან მაინც გქონდა იმედი რომ სანამ ეს გარედან რაღაცის არსებობს, თქვათ რაღაცა ობიექტურობის ნაპერწკალი იყო ამ ყველაფერში. მე ესეც ჩაიჭრა. და დავრჩით აბსოლუტურად